დამოკიდებულება მდგომარეობა, რომელიც ადამიანს უქმნის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ პრობლემებს. და თემაზე სასაუბროდ შემოგვერთდა ფსიქოლოგი ბატონი ზაზა ვარდიაშვილი. დილამშვიდობის ბატონი ზაზა, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მეტად მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბროთ დამოკიდებულებაზე. მოდით თავდაპირველად ვთქვათ თუ რას ნიშნავს დამოკიდებულება, უფრო დეტალურად რომ განმარტოთ, რომელსაც არაერთი სახე აქვს, არამედ მრავალი სახეობა ერთიანდება ხომ მასში. და თქვენგან მოვისმენთ რა თქმა უნდა ამ განმარტებას და სხვა კითხვებსაც შემოგაშველებთ ასე ვთქვათ. ცით რა არის ხა კლასიკური განმარტება არის ასეთი რომ დამოკიდებულება არის მდგომარეობა რომელიც იწვევს ძლიერ მისწრაფებას რომელიმე ნივთიერების სიტუაციის ან მდგომარეობის მიმართ და რომლის გარეშეც გამოიწვევა ძლიერი ფსიქოემოციური აფექტი. ეს კლასიკური განმარტება. ანუ რას ნიშნავს ეს? დამოკიდებულება შეიძლება იყოს მიჩვევა ნებისმიერ სუბსტანციასთან, ნებისმიერ სიტუაციასთან, მდგომარეობასთან. ადამიანთანაც შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, ადამიანთანაც, მოქმედებებთან. ანუ ეს ხდება ადამიანებში, ხდება ცოცხალ სამყაროში, ეს ძველი ცნობილი ამბავია წისქვილის ცხენს რომ აუშვებდნენ, ის ისევ წრეზე აგრძელებდა სიარულს, ხო? ანუ მასთვის მასში ეს იყო. შესაბამისად მრავალი ტიპი არის ფიზიკური დამოკიდებულებები, თუმცა ფიზიკური დამოკიდებულება ბევრად უფრო იშვიათია, ძირითადად არის ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. საიდან ჩნდება? ეს არის ალბათ მნიშვნელოვანი, თუ არის ამაზე პასუხი, ან თუ შეიძლება ამაზე საერთოდ ვისაუბროთ, როგორ, რა დროს ჩნდება და რა ხვდის დამოკიდებულებს? ცით რა არის ეს დამოკიდებულებები? ყოველთვის არის გაქცევის ვარიანტი. აი ხა დღესდღეობით გავრცელებულია კომპიუტერი, ტელეფონი, თამაშები და ასე შემდეგ. ანუ რა ხდება ბავშვი გარბის რეალური სამყაროდან რაღაც ვირტუალურ სამყაროში. ნუ რატომ გარბის? იმიტომ რომ ესე იგი აქ რაღაც დისკომფორტი აქვს. აქ ვერ იღებს რაღაცას და იღებს იქ, ხო? იგივე არის ნარკოტიკებთან დაკავშირებით. ანუ ვერ იღებს სიამოვნებას რეალური ცხოვრებიდან და მიდის იქითკენ. ანუ ეს არის ყოველთვის გაქცევის ვარიანტი ერთი მდგომარეობიდან მეორესკენ, ხო? აი აქ არის ყველაზე საინტერესო ის რომ ვინ არიან ის ადამიანები, ვინც გარბიან და რატომ გარბიან, ხო? ხა რომ ავიღოთ ყველაზე ცნობილი ესეთი დამოკიდებულება, ხო, სუბსტანციებზე, ანუ ეს არის სხვა ნარკოტიკების სტიმულატორები, ალკოჰოლი და ასე შემდეგ, ხო? რატომ არის რომ ადამიანების დიდი ნაწილი არის, ვინც აქეთ არ მიდის და ვინ არის ის, ვინც იქით მიდის. ხო, იგივე აი თამაშ დამოკიდებულება, რაც გავრცელებულია. აქაც ცოტა ისე სამედიცინო ფიზიოლოგიური კუთხით რომ წავიდეთ, ეს ადამიანები იღებენ იმ ნივთიერებებს იქ, რაც ცხოვრებაში აკლიათ. ანუ ეს არის დოფამინი, სეროტონინი და ასე ენდორფინი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უბრალოდ აქ მთავარია ის რომ ბავშვი მიეჩვიოს პატარაობიდანვე იმას რომ მას შეუძლია ცხოვრებიდან მიიღოს ეს ყველაფერი, მიიღოს შექება სათანადოდ, მიიღოს დადებითი ემოცია რაიმე საქმიანობით, ხო, მიიღოს დადებითი ემოციები ურთიერთობებით, აი მაგალითად მარიხუანა და ალკოჰოლი, ეს არის ძირითადად სეროტონინზე, ხო, აქცენტირებული საშუალებები, ანუ რაშვება ჩვენი ორგანიზმში არსებულ მარაგებს გამოყრის ამ ყველაფრით, მაგრამ შესანიშნავად შეიძლება სეროტონინი ადამიანმა გამოიმუშაოს მეგობრებთან ურთიერთობის დასვენებით, ხო, იგივე ენდორფინი ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობით, ფიზიკური აქტივობით, ადრენალინი ბევრი საშუალება აი ამ დღესდღეობით სამყაროში რომ ეს ადრენალინი ცხოვრებიდან მიიღო, აღარ არის შეზღუდვა, არის სპორტი, არის თავისუფლება ამ მხრივ რომ შეგიძლია რაღაცით დაკავდე. აი სწორედ ესაა ჩანაცვლება ხდება ამ ყველაფერს. ორ ჯგუფად რო დავყოთ ასე ვთქვათ, ხომ, ადამიანები, რომლებიც ვთქვათ არ არიან დამოკიდებული არც ნარკოტიკულ საშუალებებზე, არც სასმელზე, არც აზარტულ თამაშებზე და ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულები არიან. ჩვენ რეალურად ვამბობთ ხოლმე ასე გვსმენია მაინც ყოველ შემთხვევაში ისინი, ვინც დამოკიდებულები ხდებიან ამ ყველაფრით, ვამბობთ რომ
სუსტინების ყოფა აქვთ, ასე ვთქვათ და შესაბამისად უფრო მარტივად მოიქცნენ ამ ყოველივე ზეგავლენის ქვეშ. რეალურად როგორ ხდება, ვთქვათ, აი ამ ყველაფრის ჩამოყალიბება? ერთ მხრივ თქვენ ახსენეთ ის, რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი რაც არ აქვს იმ ყოფაში, სადაც იმყოფება, ამ ყველაფერს პოულობს იქ, რაზეც ხდება დამოკიდებული. მაგრამ მეორე ჯგუფსაც რომ ვისაუბროთ ბატონო ზაზა, მათ შემთხვევაში როგორ არის, ანუ მათ უფრო მყარი ფსიქიკა აქვთ, ასე ვთქვათ, და უფრო შეუძლიათ საკუთარი ემოციების მართვა, თუ როგორ შეიძლება რომ გაიმიჯნოს ეს ორი ჯგუფი ერთმანეთისგან? ჩვენზე მოქმედებს ბევრი რამ, მოქმედებს ხანგრძლივი მდგომარეობები, მოქმედებს მოცემული სიტუაციები, ანუ საკმაოდ მრავალფეროვანია ეს, ანუ შევხვდებით ამ ადამიანებში იმათ, ვისაც სხვა ცხოვრება ქონდა და რამე კონკრეტულმა სტრესმა ან დისტრესმა გამოიწვია, იქით გადასვლა. არიან ადამიანები, ვინც ბავშვობიდანვე იყვნენ მიმართული აქეთკენ, ანუ ძალიან დიდი სპექტრია, ძალიან მრავალფეროვანია ეს ყველაფერი. კი, რა თქმა უნდა, გამიჯვნა შეიძლება, უბრალოდ ნების ყოფაზე ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ეს ცოტა სხვა თემა, ანუ ადამიანი შეიძლება საზოგადოებაში უფრო ასე არ გავრცელებული. ისეთ გარემოში, რომ არის დარღვევები, ხო, არის რამოდენიმე დარღვევა, მაგალითად დეპრესია, რაც განაპირობებს ლტოლვას ასეთი ნივთიერებების მიმართ, ჰიპერაქტივობის და კონცენტრაციის დეფიციტის სინდრომი, სადაც ოდნავ უფრო მეტია ადამიანები, ვინც აი ასეთ სიტუაციებში არიან. სტრესი, სტრესული გარემო, სოციოეკონომიური სტატუსი და იქიდან მოქმედი საშუალებები, თუმცა აი ამ ცუდი სოციოეკონომიური სტატუსის მქონე ადამიანების საკმაოდ ბევრია, ვინც არ მოიხმარს და სხვა ცხოვრებით იღებს ამ ყველაფერს, არიან ადამიანები, ვინც იქითკენ მიდიან. ანუ აქ უფრო ყოველთვის, ადამიანზე კონკრეტული შემთხვევაა საჭირო. ადამიანი მთლიანობაში დადებითი პოზიტიური არსება, უბრალოდ საჭიროა რაღაცა სპეციფიური ზრუნვითი მომენტების ასე დროს ალბათ მნიშვნელოვანი არის მათი გარშემოყოფების ჩართვა ხომ ამ პროცესში და მათი მხარდაჭერა, რომ მარტივი იყოს მათთვის ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. თქვენი რჩევები საინტერესო იქნება. რა თქმა უნდა, აი ეს არის იცით აი შორიდან რომ გამოვყვეთ, ხომ? პირველი გარემო მისი არის მშობელი, სადაც მას უნდა ქონდეს ისეთი დამოკიდებულება, რომ ქონდეს გარკვეული დოზით თავისუფლება, გადაწყვეტილებების მიღების უნარი, მუდმივი ინტერაქცია გარემოსთან, აქტიური ურთიერთობა ბავშვთა სამყაროში, ხომ? აქტიურად დამოკიდებულება ისეთი, რომ მას ბევრი რამ შეუძლია და ბევრი რამ გამოუვა, ნაკლები ან საერთოდ არა მშობლის მხრიდან დემოტივატორები, ანუ არ გიხარ, ვერ გამოგივა და რაღაცა ამ დაგვარი მიმართვა. ეს არის პირველი ხაზი, რაც უნდა გატარდეს. შემდგომში უკვე სკოლაში უნდა ახსოვდეს სკოლას და ახსოვდეს მასწავლებლებს, რომ ყველა ბავშვი ნიჭიერია, უბრალოდ უნდა მოუძებნოთ ინდივიდუალურად ის, რაშიც ის იქნება შედარებით უფრო კარგად გამოუვა, შედარებით უფრო წარმატებული იქნება. ყველა სხვადასხვა ფაზა აქვს განვითარების, ნუ გავაკეთებთ აქცენტს მათემატიკაზე და გავაკეთოთ ხატვაზე, რაც მას გამოსდის, გავაკეთოთ აქცენტი სპორტზე, რომ მან ბავშვობიდანვე იგრძნოს, რომ მას შეუძლია რაღაცების მიღწევა და სულ არ ჭირდება გარედან მიღებული ენდორფინი, სეროტონინი, ადრენალინი და ასე შემდეგ. შემდგომში უკვე ხო სამეგობრო ესეთი შერჩევა, მუდმივი საინტერესო გადაცემების შეთავაზება ბავშვებისთვის, ეს კლუბების და ასეთი სახით, სადაც ისევ საზოგადოება, სკოლა და ასე შემდეგ უნდა იყოს აქცენტირებული, ხო? ღირებულებები და ასე შემდეგ. ერთ პატარა ჩართვას გავაკეთებ. 90-იან წლებში ისლანდია მიქონდა ნარკოტიკებს. ყოველი 2 თინეიჯერი სამიდან მოიხმარდა ამა თუ იმ საშუალებას. ზუსტად არ მახსოვს თუ არ ვცდები სტენფორდის უნივერსიტეტს მიმართა მთავრობამ, რომ რა გავაკეთოთ, რა ვუშველოთ. დღესდღეობით თითქმის ნულზეა ჩამოსული ფსიქოაქტიური საშუალებების, მათ შორის ალკოჰოლის მოქმედება და რა იყო ეს? სტენფორდის უნივერსიტეტმა შესთავაზა ძალიან მარტივი პროექტი. წაახალისეთ თინეიჯერები ფულით, ჩვეულებრივი ევროებით წაახალისეთ კარგი სწავლის ან ფიზიკური აქტივობის შემთხვევაში. დადის ბავშვი რეგულარულად ფეხბურთის, კალათბურთის რაღაცა სექციაზე, გადაუხადეთ 50-100 ევრო
ყოველთვიურად, ხო? აქვს კარგი ნიშნები და რეგულარულად ესწრება სკოლას. იგივე და პლუს შემოწმებები, ვინც ნებაყოფლობით მიდიოდა შემოწმებაზე, ასევე ფულით ჯილდოვდებოდა. ესეც ხო არ გახდის მერე შემდგომ ბატონზე დამოკიდებულს ამ ყველაფერზე ვთქვათ ბავშვს რომ ხო ფულზე დამოკიდებულს რომ გააკეთებს იმ შემთხვევაში თუ მიიღებს რაღაცა ჯილდოს ასე ვთქვათ. ცხოვრების ჩვენი ცხოვრების წესია მუშაობთ რაღაც ვასრულებთ და მუშა ღირსია სასახიობისა და სახარებაში წერია. რა მოხდა იცით რომ ისლანდიის ფეხბურთის გუნდი რაღაც 100,000-იანი ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე თუ რაღაც საკმაოდ წარმატებულად გამოდის და კალათბურთში და ასე შემდეგ სპორტში. ანუ აი ამ ერთმა მიდგომა ხო, ნუ ეს ყველაფერი გააკეთა. იგრძნეს მათ რომ მათ შეუძლიათ რაღაცების მიღწევა. აქ ბავშვმა, თინეიჯერმა იგრძნო რომ შრომას რაღაცეებზე უარის თქმას და რაღაც აი მოქმედებებს მოაქვს შედეგი. და ეს არის ყველაზე კარგი. რაც შეეხება ფინანსურ წახალისებას, იცით რა არის? წახალისება ბავშვობიდანვე არ ითვლება ცუდ მეთოდად, უბრალოდ ზომაზე მეტი არ უნდა იყოს, რომ мотивация დააგდოს და ისე ნებისმიერ წიგშია ეს რომ წაახალისეთ უბრალოდ შესაბამისად ადეკვატურად შესრულებული სამუშაო. ამას აქვს მნიშვნელობა თავისთავად. კი ბატონო, როცა დამოკიდებულობებზე ვსაუბრობთ რაღაც ესეთ ბავშვებს ფსიქოლოგიურ თემებზე, რაღაც სულ განსაკუთრებული გვინდა წარმოვიდგინოთ. თუმცა ნებისმიერი ჩვენგანი უდიდესი ნაწილი დამოკიდებული ვართ ტელეფონებზე, გაჯეტებზე და აი ხანდახან დაკვირვებული ვართ, ხოლმე ხალხს პირველი ტელეფონში შევდივართ, რა ხდება? უამრავი ადამიანი ვიცი რომ თუ საღამოს ძილის წინ ტელეფონში არ შევიდა ვეღარ, მოკლედ საუბრობთ, შევდივართ, ბავშვებზე აღარაფერს საუბრობ, იმიტომ რომ ძალიან რთულად შეიძლება დღეს ნახო მოზარდი ბავშვი რომ ტელეფონში არ იყოს. აი სამწუხაროდ. ქუჩაში ჭამით დროს და ძალიან დამოკიდებულები ვართ გაჯეტებს. რა ხდება ეს რა იწვევს ამას? თითქოს ის ადამიანებიც კი ვინც ძალიან დაკავებულია თავის საქმეთაც. ვერ იტყვი რომ დავუშვათ უსაქმურად რა ქნას არის სამსახურშიც, ტრანსპორტში, საჭესთანაც. და შეიძლება ამას არ ვთვლით რომ ეს დამოკიდებულებაა. აი საერთოდ როდის უნდა მივხვდეთ რომ რაღაცას დამოკიდებული ვართ? აი როგორც დასაწყისში ვთქვით, თუ აი ამის გარეშე ძლიერი აფექტი წარმოიქმნება, ხო, აი ეს არის უკვე რომ მე ვაღიარებ ერთხელ მოხდა ისე რომ დილის ეთერში მოვიდოდა ტელეფონი დამჭა სახლში. 2 საათში მივბრუნდებოდი. მეგონა რომ ქვეყანა დაიქცა და სანამ მივედი ტელეფონთან ну მეგონა რომ არ და მივხვდი როგორ ცხოვრობდი თუ ტელეფონով და რაღაც მომენტში კარგიც ყოფილა. ცით რა არის თვითონ აი ამ საშუალებებმა პროგრესმა მოიტანა რა აქცენტებს აკეთებენ ეს გამომგონებლები იმაზე რაც ჩვენთვის მიზიდვადი იყო. და ყველაზე მეტად დაკავებული ამით არიან თინეიჯერები. ერთ-ერთ კვლევაში მაქვს ასეთი რამ წაკითხული რომ ნიგერიაში 3 სოფელი და შუაში იყო ჭა. ერთისგან 2 კილომეტრით, მეორე 3, მესამე რა თქმა უნდა არანაირი ინტერნეტი, ტელევიზია არაფერი იქ არ არის. მუდმივი კონფლიქტის წყარო რა იყო, რომ თინეიჯერები დიდი სიხარულით მირბიან ამ ჭასთან სამივე სოფლიდან, ვითომ წყალი მოიტანონ, მაგრამ სანამშობლები ჯოხით არ მიადგებიან, რომ წამოდი სახში არ ბრუნდებიან. ხო, ანუ რა სოციალური ურთიერთობა მათთვის Facebook, Instagram არის ის და აი ეს ადგილი, სადაც აი იკრიბებიან ასე შემდეგ. ჩვენ პატარაობასაც თვალი რომ გადავავლოთ, ხო, ყველას გვიყვარდა ეზოში ყოფნა ბავშვებთან, ჩვენს თანატოლებთან და ყველას შეაგვეძახდნენ ხოლმე. ახლა ჩავდივარ სოფელში, შედან მოზარდები ბავშვები და ერთმანეთს არ კონტაქტობენ. ტელეფონში არიან შესული. კი, სტუმრად მისვლა ეგ არის ბავშვები. თავიანთი ტელეფონები უბრალოდ ერთ ოთახში. არა, ბავშვები კი ჩვენს ბავშვებს რას დავაბრალეთ, მეგრე ვარ ჩვენს და ჩვენი ჩავ. კი, უბრალოდ არის იცით რომ აი აქაც საჭიროა რომ გავითვალისწინოთ ის ნეგატიური რაც ყველაფერი ამას მოაქვს, ხო, მაგალითად ელემენტარულად ის ბავშვები, ვინც კომპიუტერთან ატარებდნენ კვლევას დიდი დროის განმავლობაში ამერიკაში და კანადაში ჩატარდა კვლევა 5-7 სანტიმეტრით დაბლები იზრდებოდნენ, იმიტომ რომ ეს აღიქმება როგორც დღის შუქი, ღამის განმავლობაში ჩვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ბავშვების ორგანიზმის ზრდის ჰორმონს, იმიტომ რომ დღეგონია ტვინის არ გამოიმუშავებს მელატონის, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი ძილისთვის და მიდის ეს ყველაფერი. უბრალოდ აქაც უნდა განისაზღვროს
ხო, აი როგორც საუბრობდით, რომ იგივე ნარკოტიკულ საშუალებებზე არიან ადამიანები, ვინც ითვალისწინებენ, არიან ადამიანები, ვინც ამას ვერ ითვალისწინებენ. სად არის ის ზღვარი, რომელიც საშიში ან არ არის საშიში. ნებისმიერი მოქმედება ზომაზე მეტი, ზღვარზე მეტი ჩვენთვის შეიძლება საშიში და პრობლემური გახდეს. ხო, ისევე როგორც მაგალითად მუშაობაზე, რაც ადამიანისთვის დამახასიათებს, ზომაზე მეტი მუშაობა იწვევს ქრონიკული გადაღლის სინდრომს, რაც ურთულესი დაავადებაა დღეს არსებულ სამყაროში ერთ-ერთი. ამიტომ აქაც სწორი მიდგომა, განსაზღვრა სწორად და რაც თქვენ ბრძანეთ, აი ეს მაგალითი. ახლა ერთი ძალიან ცნობილი ექსპერიმენტია, ბანდურას ექსპერიმენტი. 4 წლის ბავშვი იჯდა, რაღაცას ხატავდა. კუთხეში იყო დიდი თოჯინა. შედიოდა რაცა უფროსი ამ ოთახში თოჯინას ურტყავდა, გადიოდა. ყველა ბავშვი იგივე საკეთებდა. დგებოდა, მიდიოდა, თოჯინას ურტყავდა და აგრძელებდა ამას. ანუ ისინი სწავლობენ ჩვენგან, ისინი გვიყურებენ და აი იმას იმეორებენ. ამიტომ აქ მნიშვნელოვანი თვითონ აი მშობლების და ბატონ ზაზა, ასევე ხელ მართალია ცოტა დრო გრჩება უკვე რომ დასრულდეს ჩვენი შეხვედრა, მაგრამ ალბათ საჭიროა რომ ითქვას გარდა გაჯეტებისა, ალკოჰოლისა და ასე შემდგომ, ასევე ადამიანებს შორის ჩნდება დამოკიდებულება, ხომ? და ეს რამდენად ნორმალურია, თქვათ იგივე საკუთარ თვითშეფასებაზე ხომ არ შეიძლება მოქმედებდეს, როდესაც ვიღაცაზე ხარ დამოკიდებული, ეს დადებით თუ უარყოფით ჭრილში შეიძლება განვიხილოთ და რამდენად ჯანსაღია ამგვარი ურთიერთობა. ცით რა არის ჩვენ ვართ სოციალური არსებები, რომლებიც ვიბადებით მასე რომ უნდა იყოს ეგრევე დამოკიდებულება, უბრალოდ აქ არის ჯანსაღი და არა ჯანსაღი. ხა ჩვენ დაბადებისთანავე გვაქვს რაღაც მექანიზმები, რომ მივიჯაჭვოთ სხვები და ჩვენც მივეჯაჭვოთ ვიღაცებს. ანუ ეს არის მაგალითად კიუპეს ფენომენი ქვია. პატარა არსება ყველა ძალიან საყვარელია, იმიტომ რომ პოზიტიური ემოციები გამოიწვიოს და მასზე დამოკიდებული გახადოს მშობლები ან გარემო შეაყვაროს თავი, ხომ? ბავშვის აღუ, ბავშვის ღიმილი, ეს ხო ნუ აი ეს ბავშვი ახორციელებს, ამას ხო არ მოდის ეს მექანიზმი, ანუ ეს ჩვენშია, ხო? ჩვენ გვაქვს ნივთიერებები ორგანიზმში, რომელიც ზრუნვის ნივთიერებაა, ხო? ზრუნვის, ნდობის, სიყვარულის და ასე შემდეგ. ანუ ეს გვჭირდება უბრალოდ არის აქ სხვა რამ, რომ არ უნდა იყოს ეს ზომაზე მეტი, ანუ ესეთი არის შემთხვევები, როდესაც პარანოის ფორმას იღებს ეს დამოკიდებულება და იწყება დიდი კონფლიქტები და დიდი დაპირისპირებები ოჯახის შიგნით, მერე ეს გადადის უკვე სხვა, ანუ რაღაც თითქოს ადრენალინის გამოყოფენ ამ ომში და ასე შემდეგ. უბრალოდ ჩვენთვის ეს ჯანსაღი დამოკიდებულება სწორია, ჩვენ გვჭირდებით ერთმანეთს, გვჭირდება ადამიანები, ვიზეც ვიქნებით დამოკიდებული, ვინც იქნება ჩვენზე დამოკიდებული. ძალიან ლამაზი სიტყვები ქვია კაცობრიობაში ამ დამოკიდებულებებს და ეს არის უბრალოდ არ უნდა მიიღოს ამას სხვა დარღვევის ფორმა და მაგ შემთხვევაშიც ფსიქოლოგის, ფსიქიატრის ჩარევა ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია რომ ჩვენ თავად მოუძებნოთ საკუთარ თავს გასაღები თუ როგორ უნდა გადავჭრათ ესა თუ ის პრობლემა, რაც არ უნდა სხვები შეეცადონ რომ დაგვეხმარონ, თუ თავად ჩვენ არ ვაღიარეთ და ჩვენ არ შევუდექით ამ პრობლემების მოგვარება, სხვაგვარად არაფერი არ გვეშველება მოკლედ. დიდი მადლობა ბატონ ზაზა მოგზაურობისთვის, საინტერესო საუბრისთვის და რჩევებისთვის. ფსიქოლოგი ბატონი ზაზა ვარდიაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.